სად გადის ზღვარი სპორტსა და ძალადობას შორის? ამ სპორტის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება არის სხვადასხვანაირი, ბევრს უყვარს და ფიქრობენ რომ ეს არის წმინდა სპორტი, ბევრი ამბობს რომ ეს არის ძალადობა, იმიტომ რომ ადამიანს აყენებს სერიოზულ დაზიანებებს და შესაბამისად ფიქრობენ რომ ეს რაღაცა აცდენილი არის სპორტთან. რატომ არის ეს სპორტი და არა ძალადობა? აგვიხსენეთ. ვფიქრობ რომ ეს არის სპორტი იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს ადრენალინი, გამოწვევები, აქვს ამ სპორტს თავისი გარკვეული წესები და გვიწევს ამ წესების მიხედვით მოქმედება. ნებაყოფლობითია, გამოვდივართ, თუ რამე ზიანს მივიღებთ, ამ ყველაფერზე ჩვენ თვითონ ვაგებთ პასუხს. ყოველ ბრძოლაზე, როდესაც შენ კონტრაქტს აწერ ხელს, იაზრებ იმ პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება მოყვეს ბრძოლას, ბრძოლის შემდეგ ტრამვებს და გამომდინარე აქედან ვფიქრობ, რომ ეს სულაც არ არის ძალადობრივი. როდესაც ადამიანებს ნებაყოფლობით სურთ, გავიდნენ და ერთმანეთის წინააღმდეგ მოსინჯონ თავიანთი ძალები.